მანამ სანამ ფოთის მუნიციპალიტეტი 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს დაამტკიცებს მერიის სააქტო დარბაზში მომავალი წლის გეგმებზე მსჯელობენ. ქალაქის ხელმძღვანელი პირები სამსახურების უფროსებსა და სპორტული სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაა ქალაქში. შეხვედრაზე გაირკვა, რომ რამდენიმე სამსახური თანხის გაზრდას მოითხოვს. პრობლემებია სპორტის სფეროში. სასპორტო სკოლების დირექტორებმა ქალაქის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე სკოლას მომავალ წელს ბიუჯეტის გაზრდა ესაჭიროება. საკრებულოს წევრებმა მათგან მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების შესახებაც სრული ინფორმაცია მოისმინეს. პრობლემები არის თუნდაც ელემენტარულად სპეციალისტების სკოლაში, რომელიც ძალიან ცოტა რაოდენობის აქვს, არ არის საკმარისი 4 მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს ახალ ბაზაზე გადავალდა, იქ ბავშვთა რაოდენობა და გუნდების რაოდენობა გაიზრდება და აუცილებელი არის მწვრთნელთა კონტინგენტის გაზრდა და ამის გამო სერიოზული პრობლემა გვაქვს. ფინანსური დაფინანსები, რომელიც თუნდაც ვერ ვახერხებთ ელემენტარულად გუნდი სრულფასოვნად ნორმალურ გზავრობა რომ მოახდინოთ გუნდის ავტობუსით, რომელიც 25-24 მორაგბე მიემგზავრება თუნდაც თბილისში მიკროავტობუსით 19 კაციანით, რომელიც ნათლად ჩანს რა დიდი პრობლემა არის და მასთან ერთად კიდევ ისეთი საკითხები, რაც თუნდაც კვებასაც შეეხება, ესეც სერიოზული პრობლემაა. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კურსორთან საუბარში ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხა იმ სასპორტო სკოლებს გაეზრდება, ვისაც ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში უფრო მეტი შედეგი აქვს. ალექსანდრე თოფურია აცხადებს, რომ საკრებულოს კომისიის წარმომადგენლები დასკვნას პარასკევს დადებენ. მე კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას ვუთხარ და დაინტერესებულ პირებს, რომ ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს და დაესწრონ შესაბამისად სურვილის მიხედვით საჯარო განხილვებს. ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და შესაბამისად უკვე პარასკევს კომისია მოგდადო საბოლოო დასკვნები. უკვე ერთი დღე არის ფაქტობრივად დარჩენილი, იმიტომ რომ ისეთ ერთ მოუწია, რომ ძალიან შაბათ-კვირები მოუწია და ფაქტობრივად 4 დღე ამოგვივარდა ჩვენ აი ამ განხილვებთან დაკავშირებით. 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 14.927.000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი მერიას ორშაბათს გაეგზავნება.